ევროპა ეს არ არის მხოლოდ ევროპული კავშირი, განაცხადა საფრანგეთის ოპოზიციის ლიდერმა მარინ ლე პენმა. მისი თქმით, ევროპას თავისი ადგილი მხოლოდ იმ ერის დაბრუნებით შეუძლია დაიბრუნოს, ვინც მას ქმნის. ჩვენ არ გვინდა რომ ევროპიდან წავიდეთ, ჩვენ გვინდა წავიდეთ ამ ევროპიდან, რადგან ეს არ არის ნამდვილი ევროპა. მაგრამ მეგობრებო, ევროპა ეს არ ნიშნავს ევროპულ კავშირს. ევროპა ეს ჩვენ ვართ და დადგადროთ წესრიგი დავამყაროთ ჩვენ სახლში. აიღეთ ძალაუფლება საფრანგეთში და ევროპაში და დაუბრუნეთ ის ხალხს. ჩვენი ევროპა ეს არის ძმური, სიცოცხლით სავსე, თავდაჯერებული და მომავალზე შეყვარებული ევროპა. ჩვენ არ გვსურს უსახო ევროპული კავშირის აგება, ჩვენ გვინდა ევროპული ერების კავშირი, ისტორიისა და ბედისწერის გაერთიანება, რომელიც პატივსცემს ხალხებს, კულტურებსა და თვითმყოფადობას მის მრავალწლიან ისტორიაში. ევროპა თავის ძალას ბიუროკრატიული მანქანიდან კი არ იღებდა, არამედ ამ ხალხის გენიოსიდან, ენერგიიდან და ქვეყნის უნიკალურობიდან. ევროპა ძლიერი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ერები თავისუფალი იყვნენ. ევროპა დიდი იყო მხოლოდ მაშინ, როცა ეს სახელმწიფოები წამყვანი და მეწარმეები იყვნენ. ევროპა ანათებდა მხოლოდ მაშინ, როცა ეს ხალხები წინ მიდიოდნენ. დღეს, როცა მთელი მსოფლიო, შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი და ბრიქსი ევროპის ძალაუფლებას ეწინააღმდეგება, ევროპას შეუძლია თავისი ადგილი დაიბრუნოს მხოლოდ იმ ერების დაბრუნებით, ვინც მას ქმნის. CNN-ის კომენტატორი ლოს-ანჯელესში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტებზე და ამ მშვიდობიანი მომიტინგეების დამტკუნელ ადმინისტრაციაზე ყვებოდა იმ დროს, როცა ეკრანზე მნახველს დამწვარი მანქანის კადრები ეჩვენებოდა. ტელეარხის პროდიუსერები მალე მიხვდნენ უხერხულობას და ეკრანიდან CNN-ის კომენტატორის გამოსახულებას სწრაფად მოხსნეს. ჩვენ ყავს ადმინისტრაცია, რომელიც დევნის მშვიდობიან პროტესტს ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ. პრეზიდენტი აგზავნის ეროვნულ გვარდიას მხოლოდ იმიტომ, რომ მას სცენები არ მოსწონს. მას არ მოსწონს მშვიდობიანი პროტესტის კადრები. Financial Times-ი წერს, რომ რუსეთის არმია სიმბოლურ წარმატებას აღწევს და დნეპროპეტროვსკის ოლქში წინ მიიწევს. სტატიის ავტორი უკმაყოფილოა რუსეთის წარმატებით უკრაინაში და მიაჩნია, რომ ასეთი წინსვლა ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს. ამასთან დაკავშირებით G7 სამიტის წინ, რომელიც კანადაში 15-17 ივნისს ჩატარდება, დასავლური ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას უფრო ცალსახად დაუჭერს მხარს. მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში მერყეობდა. რუსეთის არმიის შესვლა დნეპროპეტროვსკის ოლქში უკრაინას სტრატეგიულ დარტყმას მიაყენებს, წერს ბრიტანული გაზეთი Times-ი. რუსეთმა უკრაინაში სუმიდან 18 მილის ფარგლებში წინ წაიწია და ამტკიცებს, რომ მისი არმია ომის დაწყებიდან პირველად დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ მიიწევს. კვირას რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ სატანკო ქვედანაყოფი დონეცკის ოლქის დასავლეთის დონბასის ნაწილს მიუახლოვდა. ამ ტერიტორიაზე რუსეთი პრეტენზიას აცხადებს და ამტკიცებს, რომ წინ მიიწევს დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ, ცენტრალური უკრაინის აღმოსავლეთისკენ. გამოცემის აზრით, ამ ოლქში შესვლა უკრაინას მნიშვნელოვან სიმბოლურს და სტრატეგიულ დარტყმას მიაყენებს. CNBC Bank of America-ს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2025 წელს რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 40%-ით გაიზარდა და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ვალუტა გახდა. მასალაში ნათქვამია, რომ 2025 წელს რუსულმა რუბლმა თავბრუდამხვევი ზრდა აჩვენა და ამ წლის ყველაზე ეფექტიანი ვალუტა გახდა მსოფლიოში. ნათქვამია მასალაში. რუბლის გამყარებას კაპიტალის მოძრაობაზე კონტროლით და საფინანსო საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებით ხსნიან. ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა შეენარჩუნებინა საპროცენტო განაკვეთი მეტნაკლებად მაღალ დონეზე. კაპიტალის გადაადგილებაზე და სხვა სავალუტო შეზღუდვებზე კონტროლი ოდნავ გამკაცრდა და მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი, ან იყო პროგრესის მიღწევის მცდელობა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის ძიების საქმეში. ამბობს საერთაშორისო ეკონომისტი და საბანკო კომპანიის უელს ფარგოს ანალიტიკოსი ბრენად მაკკენი. კიდევ ერთი ეკონომისტის, ანდრეი მალაშენკოს თქმით, თავის მხრივ შემცირდა რუსი იმპორტიორების მხრიდან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა, რამაც რუბლის იმპულსი მისცა, რადგან ბანკებს დოლარების ან იუანების საყიდლად მისი გაყიდვა აღარ სჭირდებათ. 8 ივნისის მდგომარეობით რუსული ცენტრბანკის კურსით 1 დოლარი 79.17 რუბლი ღირს. რუბლმა ამერიკულ ვალუტასთან მიმართებით აქტიური ზრდა ნოემბრიდან დაიწყო. თვის ბოლოს ცენტრბანკის კურსით 1 დოლარი თითქმის 109.6 რუბლი ღირდა.
ავსტრიის თავისუფლების პარტიის ლიდერმა ჰერბერტ კიკლმა მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკის დაგეგმილი ვიზიტი ავსტრიაში, წერს გამოცემა ვიკენდი. უპასუხისმგებლობაა განსაკუთრებით დღეს, როდესაც ბევრი მხარე ცდილობს მშვიდობიან შეთანხმებას ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტისთვის ტრიბუნის დათმობა, განაცხადა პოლიტიკოსმა. მისი თქმით, ავსტრიამ როგორც ნეიტრალურმა სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს შუამავლის როლი და არ დაიკავოს არავის მხარე. ნეიტრალური სახელმწიფო სამოცანა იყო შუამავალი და არა მხარე საერთაშორისო კონფლიქტში. ვიზიტს ის რისკი ახლავს, რომ ავსტრია დაკარგავს შუამავლის როლს და გადაიქცევა სარისკო პარტნიორად. ჩვენ გვჭირდება საგარეო პოლიტიკა, რომელიც მკაფიოდ იცავს ნეიტრალიტეტს. სხვა ყველაფერი ცეცხლთან თამაშია, ამბობს კიკლი და დარწმუნებულია, რომ პროპაგანდისტული პლატფორმების ნაცვლად ავსტრიამ ნამდვილი სამშვიდობო კონფერენცია უნდა მოაწყოს და მაგიდასთან თავი მოუყაროს ყველა დაინტერესებულ მხარეს. Sunday Times-ის ავტორი მეთიუ საიდი ღიად და პირდაპირ აღიარებს, რომ რუსეთის ბირთვულ ტრაიდაზე შეტევა უკრაინამ ბრიტანეთის პირდაპირი მონაწილეობით განახორციელა და ის ამით ძალიან ამაყობს. საიდის ოპონენტები წერენ, რომ რუსეთისგან პასუხის შემთხვევაში საიდი პირველი იქნება, ვინც ყველაზე ხმამაღლა აღშფოთდება და იტყვის, რომ ბრიტანეთის წინააღმდეგ აგრესია პროვოცირებული არ იყო. მას არ ესმის, რა ცეცხლს ეთამაშება და რა წითელი ხაზი გადაიკვეთა, როდესაც ბირთვულ ბომბდამშენს შეუდიეს. სააგენტო ბლუმბერგი უწყება, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება დონალდ ტრამპის თანხმობის გარეშე ჯერ არ არის მზად მიიღოს სენატორ ლინცის გრემის კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ. კანონპროექტის მომხრეები არ ავლენენ მზადყოფნას დააყენონ პრეზიდენტი ფაქტის წინაშე. ტრამპის ბოლოდროინდელმა გამონათქვამებმა დაამუხრუჭა ამ ინიციატივის მოწონებასთან დაკავშირებული პროცესი, რომელიც ძალას იკრებდა, ნათქვამია სააგენტო სტატიაში.